დღეს კინძის ჯანმრთელობისთვის სარგებელზე მინდა გესაუბროთ და რამდენიმე რეცეპტი გაგაცნოთ. მისი ისტორია უძველესი დროიდან, ანტიკური სამყაროდან, ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიიდან იწყება, სადაც იგი უკვე გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო ბალახი და სანელებელი. გარდა ამისა, ძველი ეგვიპტელები კინძს რელიგიური და კულინარიული მიზნებისთვისაც იყენებდნენ. კინძმა, რომლის სახელწოდებაც ლათინურად კორიანდრია, მე-17 საუკუნეში ევროპაში სავაჭრო გზებით შეაღწია და ადგილობრივ ნაციონალურ კულინარიაში და მცენარეულ მედიცინაში მალევე გახდა პოპულარული. მას ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი მოაქვს. იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან და ამით კიბოს, გულის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებების რისკს ამცირებენ. კინძს ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, როგორიცაა დიარეა და მეტეორიზმის დროს დაგეხმარებათ. მას ასევე სისხლში შაქრის დონის შემცირება და ქოლესტერინის დონის გაუმჯობესება შეუძლია. მოდით დეტალურად მივხვდეთ, რა სარგებელი მოაქვს კინძს. კინძი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ვიტამინი C, ვიტამინი A, ვიტამინი E, პოლიფენოლები და ფლავონოიდები. ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ ებრძოლონ თავისუფალ რადიკალებს, რომლებმაც შეიძლება ორგანიზმი უჯრედები დააზიანონ. ისინი კიბოს, გულის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებების გაზრდილ რისკთან ასოცირდებიან. კინძს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ანთება დაზიანებებსა და დაავადებებზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ ქრონიკულმა ანთებამ ჯანმრთელობის ურიცხვი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. ხოლო კინძს ანთების საწინააღმდეგო მოლეკულების წარმოების ინჰიბირებით ანთებების შემცირება შეუძლია. ეს მცენარე კუჭ-ნაწლავის ისეთი პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ, როგორიცაა დიარეა და მეტეორიზმი. ის შეიცავს ეთერზეთებს, რომლებსაც ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული თვისებები აქვს. ეს ეთერზეთები ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორას რეგულირებას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. კინძი ცნობილია როგორც ანტიდიაბეტური მცენარე, რადგან მას სისხლში შაქრის დონის შემცირება, ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესება და ლიპიდების დონის დაბალანსება შეუძლია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კინძის თესლის ექსტრაქტმა სისხლში შაქრის დონის შემცირება და ინსულინის გამოყოფის გაძლიერება შეძლო. მსგავსი კვლევები მიუთითებს, რომ კინძი ხელს უწყობს ფერმენტების გააქტიურებას, რომლებიც სისხლიდან შაქარს აშორებენ. რაღა გასაკვირია, რომ ხალხურ მედიცინას კინძის ეს მოქმედება არ გამორჩენია. ის ტრადიციულად დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. დაბალი შაქრის მქონე ადამიანებმა ან დიაბეტის მედიკამენტების მომხმარებლებმა ფრთხილად უნდა მიიღონ კინძი, რადგან მას სისხლში შაქრის დონის კიდევ მეტად შემცირება შეუძლია. ამავე დროს ისიც გასათვალისწინებელია, რომ 1-2 ღერი კინძი ან მისი რამდენიმე თესლის დრო და დრო მიღება სისხლში შაქარს ვერ შეამცირებს. საჭიროა კინძის საკმაოდ დიდი რაოდენობით მიღება, რათა იმ კონცენტრაციას მიაღწიოს, რაც ცხოველებზე ტესტირებისას გამოიყენებოდა. მაგალითად, ერთი კვლევის მიხედვით, კინძის თესლის ყოველდღიური მიღება შეიძლება დიაბეტის მართვას დაეხმაროს. სხვა კვლევამ დაადასტურა, რომ კინძის ექსტრაქტებს აქვთ ანტიჰიპერგლიკემიური და ინსულინის მაგვარი თვისებები, რაც სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს უწყობს ხელს. ამ მცენარის კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა ის, რომ მას ქოლესტერინის დონის გაუმჯობესებაც შეუძლია. იგი შეიცავს ფიტოსტეროლებს, რომლებიც საკვებიდან ქოლესტერინის შეწოვას აფერხებენ. ეს ხელს უწყობს ქოლესტერინისა და გულის დაავადებების რისკის შემცირებას. კინძი სასარგებლოა თირკმლებისთვისაც. ის ხელს უწყობს თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესებას, ანთების შემცირებას და ტოქსინების გამოყოფას. კინძის დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური თვისებები მენსტრუალური სპაზმების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. დღესდღეობით ჰაერი და შესაბამისად ჩვენი ორგანიზმიც მძიმე მეტალებით და უამრავი სხვა მომწამლავი ნივთიერებებით არის გაჟღენთილი. ხოდა, მაშინ როცა კინძი ასე აქტიურად გამოიყენება ჩვენს სამზარეულოში, საოცარი არ არის, რომ ასე ცოტა მიცის ამ მცენარის ყველაზე მთავარი ღირსების შესახებ. და ეს მისი გემო კი არ არის, არამედ მისი უნიკალური თვისება ორგანიზმიდან მძიმე მეტალები და შხამების შეკრას და გამოდევნოს. თუ დაინტერესდები და გადახედავ მაგალითად ამაზონზეც კი, ნახავ, თუ რამხელა თანხებს გამოიმუშავებს ფარმაინდუსტრია კინძის ნაყენით, რომელიც ძალიან ადვილად თვითონ შეგიძლია სახლში მოამზადო და ორგანიზმი მძიმე მეტალებისგან გაიწმინდო. მის რეცეპტს ჩვენ დაბლა შემოგთავაზებთ. კინძი მდიდარია მინერალებით, როგორიცაა კალციუმი და მაგნიუმი, რომლებიც მნიშვნელოვანია ძვლის ჯანმრთელობისთვის. ამ მინერალებს შეუძლიათ გაამაგრონ ძვლები და ოსტეოპოროზისა და ძვლის სხვა პრობლემების რისკი შეამცირონ. კინძი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კანის მოვლისთვის.
მისი ეთერზეთები და ანტიოქსიდანტები კანს სიგარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვას, მისი ელასტიურობის შენარჩუნებასა და ასაკობრივი ლაქების გაჩენის პრევენციაში დაგეხმარებათ. ეხლა კი რამდენიმე კარგი რეცეპტი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. ქინძის ნაყენი ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოსადევნად. შუშის ქილაში 3/4-მდე ქინძის მხოლოდ წვრილად დაჭრილი ფოთლებით ჩაყარე და ქილა არყით მაქსიმალურად გაავსე. გაითვალისწინე, მინიმუმ 40%-იანი არაყი უნდა გამოიყენო. ნაყენი ცივ, ბნელ და მშრალ ადგილას 6-დან 8 კვირამდე დააყენე. კვირაში რამდენიმეჯერ შეანჯღრიე და არყის დონე გადაამოწმე. თუ არაყი ოდნავ აორთქლდა და მცენარე სრულად არ იფარებად, დაუმატე. მცენარეების ჰაერთან კონტაქტმა ნაყენში ობი და ბაქტერიების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს. საჭირო დროის გასვლის შემდეგ მუქ მინის ბოთლში გადაწურე. დარჩენილი მცენარეც მაქსიმალურად გამოცურე. შეინახე ნაყენი ცივ, ბნელ ადგილზე. ის ასე მრავალი წელი გაგიძლებს. აუცილებლად დააწერე ბოთლს თუ რა არის შიგ. კურნალობა ყოველთვის დაბალი დოზით დაიწყე. რაც უფრო მძიმეა თქვენი სიმპტომები, მით უფრო დაბალი უნდა იყოს საწყისი დოზა. ეს ეხმარება ორგანიზმს, რომ ერთბაშად ბევრი ტოქსინი არ გამოათავისუფლოს. იმის გამო, რომ დაბალი დოზის შემთხვევაშიც კი ხდება ტოქსინების გამოყოფა, კურნალობისას ბევრი წყალი უნდა სვა. დაიწყე დღეში 3-ჯერ ცოტა თბილ წყალში გარეული 1 წვეთით. უმჯობესია ჭამამდე 15 წუთით ადრე მიიღო, რადგან იგი ნაღველის გამოყოფას უწყობს ხელს. სანამ გადაყლაპავ, სითხე 1 წუთი პირში გააჩერე. ასე ინგრედიენტები პირის ლორწოსთან მოვა კონტაქტში და მაშინვე სისხლში გადავა. ნახევარი კვირის შემდეგ დღეში 3-ჯერ 2 წვეთამდე გაზარდე. მომდევნო კვირიდან გააგრძელე მიღება დღეში 3-ჯერ 5 წვეთამდე. თვე გამოშვებით გაიმეორე. ქინძის ჩაი საჭმლის მონელებისთვის. დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი ქინძის ფოთლები და 2 ჭიქა წყალი. ჩაყარეთ გარეცხილი ქინძის ფოთლები წყალში და ადუღებამდე მიიყვანეთ. გააჩერეთ ჩაი 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. გადაწურეთ და ცხელი ან ცივი მიიღეთ. ასევე შესანიშნავია ქინძის თესლის ჩაიც. 1 ჩაის კოვზი თესლი 250 მლ წყალში 10 წუთი ხარში და დილით უზმოზე ჭიქა თბილი ქინძის ჩაი მიირთვი. ასევე შეგიძლია აიღო მწვანე ქინძი, დააბლენდერო ან დანაყო და როგორც გინდა შენელებული საჭმელთან ერთად მიირთვა. ქინძის ჩაი კარგია საჭმლის მონელებისთვის, რადგან მას აქვს დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური ეფექტი. მას ასევე შეუძლია შეამციროს შებერილობა და გულისრევა. ქინძის სახის ნიღაბი ანტიბაქტერიული ეფექტით. 1 სუფრის კოვზი ქინძის ფოთლები. 1 სუფრის კოვზი თაფლი. 1 სუფრის კოვზი მაწონი. ქინძის ფოთლები, თაფლი და მაწონი დააბლენდერეთ. წაისვით ნიღაბის სახეზე და 15 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს სახის დამატენიანებელი კრემი წაისვით. ქინძის სახის ნიღაბს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. მას შეუძლია შეამციროს აკნე, ეგზემა და კანის სხვა პრობლემები. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.